შინელება მოხდა სადგურის მოედანზე ჩამოინგრა შენობა და როგორც გავიგე მსხვერპლიც მოყვა და არ ვიცი რა ამ ქალაქში ცხოვრება ხითით არ არის გაუსაძლისი რა ყოველდღე ვხედავთ ეგეთ ისტორიებს სადაც ადამიანები ეწირებიან რას ადამიანები ეწირებიან სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობას უნდა გავამახვილოთ ორ ტერმინზე ყურადღება პირველი არის უბედური შემთხვევა მეორე არის სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი გულგრილობა ანუ რას ნიშნავს პირველი შემთხვევა შეიძლება იყოს რაღაც მიწისძვრა ესეთი უბედური შემთხვევები ანუ რაც არის გაუთვალისწინებელი წინასწარ ვერ განსაზღვრო რაღაცას მაგრამ მეორე მხარეს გვაქვს გულგრილობა ხო გულგრილობა რას ნიშნავს ანუ შენ როდესაც იცი რომ შენობა არის ავარიული გაქვს წლები ამის შესახებ ინფორმაცია და ხმას არიღებ არაფერს არ აკეთებ რა ანუ უბედური შემთხვევა არ არის როდესაც შენობა ინგრევა ანუ ავარიული შენობა რომელიც ინგრევა და რომლის შესახებაც წლებია ინფორმაცია გაქვს და არაფერს აკეთებ ეს არ არის უბედური შემთხვევა ეს არის გულგრილობა და დანაშაული რომელიც უნდა დაისაჯოს პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ და ჩვენ რას ვხედავთ ჩვენ ვხედავთ ხელის გადაფარების რაღაცა პრეცედენტებს ყოველ ნაბიჯზე რომ აი მიმდინარეობს რაღაც პასუხისმგებლობის არიდება და უნდა გვაჩვენონ რომ აი თითქოს ეს უბედური შემთხვევა არავით არის უბედური შემთხვევა ხალხო ეს არის გულგრილობა ეს არის რაღაც კორუფციული ხელისუფლების კორუფციული მთავრობის შედეგი რა როდესაც მათ არ აინტერესებთ ადამიანების სიცოცხლე მათ არ აინტერესებთ მათი მდგომარეობა რა და არ შეიძლება ამათ დავარქვათ უბედური შემთხვევა გარჩიეთ რა ტერმინები ერთმანეთისგან